სექტემბერში საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა. ეს გადაწყვეტილება ალექსანდრ ვერშბოუს და გიორგი ბარამიძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთა შეხვედრის შემდეგ განცხადება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემაც გააკეთა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ქართველ კოლეგას გატარებული რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა. ამ წუთებში კი ვერშბოუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელოდებიან, სადაც ჩემი კოლეგა ზურა ხვისტანი იმყოფება. ზურა, მოვიდა თუ არა ვერშბოუ? არა თამარ ვერშბოუ აქ არ მოსულა, იმას რამდენიმე წუთში ელოდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის უნივერსიტეტში გადმოინაცვლეს მთავრობის კანცელარიიდან, სადაც მან პირისპირ შეხვედრა გამართა სახელმწიფო მინისტრთან ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან. 1 საათიანი პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა კომენტარები მედიის წარმომადგენლებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არის ის, რომ სექტემბრის თვეში საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განმარტებები, რომ რასმუსენის მორიგი ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ტარდება და ასევე მადლობელია იმ უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციისა, რომელსაც საქართველო უწევს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ნატოს ISAF-ის მისიაში. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ის კომენტარები, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მთავრობის კანცელარიაში გაკეთდა. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩამოსულიყავი საქართველოში და თავად დავწმუნებულიყავი თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმები თქვენს ქვეყანაში. რეფორმები მრავალ სფეროში გატარდა და ჩვენ ნათლად ხედავთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო მიაღწია ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ეს ეხება როგორც საქართველოს კონტრიბუციას ნატოს ISAF-ის მისიაში, ისევე იმ რეფორმებს, რომელიც დემოკრატიული განვითარების კუთხით გატარდა. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოსი ამ რეფორმებისთვის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ფაქტი, რომ ნატოს გენერალური მდივანი დღეს გენერალური მდივნის მოადგილე დღეს საქართველოშია, კიდევ ერთი ნათელი დადასტურება საქართველოს ნატოს ურთიერთობების განმტკიცებისა და ასევე მინდა გითხრათ, რომ სექტემბრის თვეში საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი, რაც ასევე ნათელი დადასტურება იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ყარდება, მტკიცდება და ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას ყველა სფეროში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ყველაფერი უკვე მზადაა იმისთვის, რომ ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრამ უმაღლეს დონეზე ჩაიაროს. ფორმატი არის შემდეგნაირი. თავდაპირველად ალექსანდრ ვერშბოუ წაიკითხავს ლექციას, რის შემდეგაც უკვე აქ დამსწრე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს